სვანეთში ამოვედით. ნარჩვი იხვის მწვადს გავსინჯავთ. ნერწყვი მომდის ერთ სულმექვს გავსინჯო. რა იხვი? ბატკანია ჩემი. არის ერთი ეულად მდგომი კოშკი. ხდება თურმე აჯაფსან დასხორც. ჭიშთ ვარი სვანური კერძია. ნუ აფეთქებს ყველაფერს და ყველას მინიმუმ ეფეა რა. თეზოს თასზე ვართ ისევ წელსაც. ძალიან ფრეშ და ახალი გამოაქვს. აი, იცი რა გამახსენდა? სოფელში ბებოს რო ამოყავდა ხოლმე. ბევრი ამბები იქნება ამ ეპიზოდში. გიყურეთ. სვანეთი, უშკული, ნარჩვი, სვანური მარილი. ბევრი ამბები იქნება ამ ეპიზოდში. ემზადეთ. ძალიან გვშიო და არ გვეთაში ვართ და ლაშამ და ჩემმა შვილებმა საბუე იჭამეს, მე არ დამელოდნენ და მე კეცილი ხაჭაპურით შეუკვეთე და ლობიანით. ორი უნდა ვიჭამა. მადლობა. დამცინია. ცხელია ეს კეცილი, თუ არ გაშალე არ ცივდება და თვითონ ჭამეს და მე მშია. მე ვჭამე საბუე, ძალიან გემრიელად. ტასო, გაიცანი ჩემ გამომწერებს, მაშინ სიცნობეთ. გამარჯობა, ჩემი სახელია ტასო. 14 წლის ვარ, 15-ის ხდები. და ეხლა მივდივართ, უკვე იცით, სვანეთში. გიხარია? ძალიან. სვანეთში ამოვედით, მესტიიდან მოგესალმებით. Old House-ში ვართ, სასტუმრო Old House-ში. ამ ეპიზოდში ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში შევჭამთ, უშკულში. გემრიელ სვანურ კერძებს, მესტიის ნაწილიც გვექნება. Old House-ში აღარ ვიღებთ, ვისაც არ გაქვთ ნანახი, შარშანდელი ეპიზოდი შეგიძლიათ ნახოთ. ლამპრობასაც დავესწრებით, თეზოს თასსაც, თუმცა ეგ ყველაფერი ცოტა ნაკლები დოზით შემოვა და ნარჩვზე ვილაპარაკებთ სელფის რუბრიკაში, გავსინჯავთ კიდეც და მესტიაში ყველაზე პოპულარულ კაფესაც ვესტუმრებთ. გიყურეთ! მესტია უშკულის გზაზე, სოფელ იფარში, მდინარე ენგურის პირას, არის ერთი ეულად მდგომი კოშკი, რომელსაც სიყვარულის კოშკს ეძახიან. ლეგენდა ყვება შემდეგს, რომ მონადირე სახელად ოტია, ნადირობის დროს ჯიხვი რომ მოკლა, გადავარდა კლდიდან და დაიღუპა. მიაგული ოტიას შეყვარებული გადაყვა დაარც და ენგურში გადავარდა და მიაგულიც დაიღუპა და მიაგულის მამა იყო ძალიან შეძლებული და მათ სახელზე და მათი ხსოვნისთვის ააშენა ესეთი კოშკი, რომელსაც ქვია სიყვარულის კოშკი. მეორენაირი ლეგენდაც არსებობს, რომ ოტია ენგურში დაიღუპა და მიაგულმა სთხოვა მამას აეშენებინა კოშკი, რომელიც ენგურის პირას არის და სულ ენგურის ჩამონადენ წყალთან ახლოს რო ყოფილიყო მიაგული. არ ვიცი, რომელი ლეგენდაც უფრო მოგწონთ, ის დაიჯერეთ, მაგრამ ორივე ძალიან ლამაზია. მირიანი, ჩემი ბიძაშვილი კოშკში ავიდა. უშკულის გზაზე გავჩერდით კიდევ ერთ სოფელში, სოფელ კალაში, საიდანაც არის ასასვლელი წმინდა კვირიკეს და წმინდა ივლიტას ტაძარში. ლაგურკა ქვია სვანურად. ზოგიერთი წყაროს ცნობით მე-10 საუკუნის არის, ზოგიერთი წყარო ასახელებს მე-11-მე-12 საუკუნეს. საოცარი მოხატულობა აქვს შეგიძლიათ. ზაფხულში ვართ ნამყოფი და ფოტოებს ჩავურთავთ ვიდეოში. სულ რაღაც 700-800 მეტრია ესე სოფლიდან გზიდან ასასვლელი, მაგრამ არის სულ აღმართი და ციცაბო. ცოტა რთული ასასვლელია. არაფერი ისეთი, იმიტომ რომ ნახვა ღირს. საინტერესო ლეგენდა აქაც არის კვირიკეს მონასტრის ხატზე, რომელიც გაიტაცეს ქურდებმა და ისეთი ქარიშხალი, წვიმა და უბედური ამინდი
დაიწყო ამ გადაცემის შემდეგ, რომ წრეზე იარეს და ისევ მოვიდნენ ტაძარში. მერე კიდე ცადეს წასვლა და ისევ წრეზე ესე დადიოდნენ და ხატს მაინც მოყავდა ტაძარში. 28 ივლისს აღინიშნება კვირიკობა და მაგ დროს ძალიან ბევრი ხალხი ადის კვირკეს ტაძარში. ისე როგორც წესი დაკეტილია ხოლმე. ეს ნიკიტა, ჩვენი ფოტოგრაფი. ნიჭიერი არქიტექტორი, რომელიც ლამაზ ფოტოებს იღებს. მაშო, მარიკა, თოკო, მირიანი. თოკო არის ადამიანი, რომელიც არის 2 კილო და ჩემნაირად სულშია და თუ მშიერია ცუდ ხასიათზე დგება. ესეც ლამარიას ეკლესია მე-12 საუკუნე. ლამარია მარცვლეულის ნაყოფიერების მეწველი საქონლის და ხელსაქმის მფარველი სვანური ღვთაება. აქედან იშლება ზღაპრული ხედის ხარაზე. ყველაზე მაღალი მწვერვალი საქართველოში. ახლა დაფარულია ნისლით. ცუგი, შენთვის რო არაფერი გვაქვს საჭმელი. როგორ მოდის ნახე დღე. ჯაო. ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილზე ვართ. უფრო სწორედ ბოჭორნაა ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი თუშეთში, სადაც ირაკლი ექიმი ცხოვრობს და ჩვენ ვართ უშგულში. მეორე ადგილზეა ევროპაში სიმაღლით მიხედვით, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. ეს ადგილი არის მურყმელი. უშგული თურმე მეც არ ვიცოდი იყოფა ცალ-ცალკე სოფლებად. იუნესკოს დაცვის ქვეშ არის. მურყმელში ვართ აგრაში. აგრა სვანურად ნიშნავს შეკრების ადგილს, თავშეყრის ადგილს და მართლა ესეთი ადგილია, საოჯახო სასტუმრო და რესტორანია, სადაც ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი შემოვიდა, სკიტურიდან ჩამოსულები. უკვე ნელ-ნელა ეს აქვთ სადილი აქვთ და ჩვენ შევუკვეთეთ. ჩვენი მასპინძლები ნატა და მინდია არიან. მინდიას მე უფრო მეც მოვაყოლებ. ყველის დაფაა მზად სვანური სულგუნი, ნარჩვი, პესტო, თვიტოსტები, სვანური ახალი ყველი, სვანური მარილით და ნერწყვი მომდის ერთ სულმექვს გავსინჯო. სტარტერი მოვიდა ყველის დაფა, სულ სვანური ყველია, ყველა ყველი სვანურია. მოდი ნარჩვით დავიწყებ. ნარჩვზე სელფის რუბრიკაში ვილაპარაკებთ კიდევ, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეყვანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, იმიტომ რომ მისი დავარგების ფორმა და ტრადიცია არის განსხვავებული და გენიალური. არაქივით არის. ინგლისება პირში დნება. მოდი ნახოთ ახალი ყველი როგორია. სვანური მარილით. აი, იცი რა გამახსენდა, სოფელში ბებოს რო ამოყავდა ხოლმე, სანამ მარილს მოაყრიდა ეს იმერული ყველი, აი ახალი ამოსული, ერთი, რამდენიმე საათის დაწურული რო იყო. აი ძალიან ფრეშ და ახალი გამოაქვს ცინცხალი. სვანური სულგუნი, რომელიც
მეგრულისგან ცოტა განსხვავებულია და ძალიან საინტერესოა სვანური შეფერილი. იცი რა მომეწონა აგრაში? ძალიან კაი ღვინოები აქვს. ეს ტოც ისეთია. კლასიკური არა. აქაური გემოები დასდევს. ოდნავ მეტინიორი აქვს. აბა რა სიტყვით მეგობრებო? ყველი სულგუნი არის საოცარი. შენ სულგუნი მეგობრებო, შენ? პური ნივრით, აი ძალიან მაგარია, აი ძალიან გემრიელი. ბესტოია. ხო, შენ? ნარჩვი უშგულში მსხლის სალათი ლურჯი ყველით. ცოტა უჩვეულო და თან გაპრანჭული კერძია. ამიტომ გადავწყვეტეთ ესეც გაგვესინჯა სტარტერად. მოტკბო соуსი აქვს, რომელიც ლურჯ ყველს ნიგოს და მსხალს ძალიან უხდება. მე მიყვარს ესეთი სალათები. სადაც თან ტკბილი, თან ცოტა მლაშე ყველის გემო ერთმანეთთან რაღაც საინტერესოს ქმნის. ეხლა მჟაველს გავსინჯავ, რომელიც ნატას გაკეთებულია და განსაკუთრებით მაინტერესებს დათვის ნიორს ეძახიან თურმე ღანძილს. მინდია ნატას მეუღლემ თქვა, რომ ინგური გადავლახეთ, ეს რომ დაგვეკრიფაო. მაშ ცხენებითო. უზნეოდ ვიღებ, მაგრამ მიყვარს რომ ვქნა მწნილი სასახელით გადაღება. ხო არ გადაობა, არ გავს სხვანაირია. ცოტა პიტნის გემო დაყვება. ახური ღანძილი არის ჩაათუშული, მოწალული და მერეზავდება და ეს დამარინადებულია. არ გავს კლასიკურ ღანძილს. ეს ჩვეულებრივი მჭადებია. ეს არის ჭაღალი. რომელიც ხრაშუნა არ არის, ცოტა ჩარბილებულია. საინტერესოა, განსხვავებულია ეს. თან ლაშეთებს და მიჭამს. ცხარეა. პამიდორი ისეთია, პამიდორს სიცინცხლე და სიახლე აქვს შენარჩუნებული. კომბოსტოც არ არის მხოლოდ ხრაშუნია. მჟავე დიდებულია. საერთოდ მე თუ მკითხავ, დიდებული გამოგონება. ვიტყვი არის უხრაშუნესი. და მე არ მეყვარს ძალიან მარილიანი. არ არის ძალიან, ხო. აი, ცოტა მალი. ეს არის ჭიშტვარის ბურთები, მაწვნის соусით. ჭიშტვარი სვანური კერძია. აუ, კარგი соуსი ჩანს. რომელიც წააგავს ჭვიშტარს, თუმცა განსხვავებულია და სხვანაირია. აბა ჩამოვიდით. შიგნით ყველი. ეჭვება ძალიან გემრიელი იქნება. ძალიან კაია. ეს ყველი შიგნიდან კნაწუნა გარედან და მაწვნის соусია ფანტასტიკა. ნატა და მინდი არიან ამ ადგილის სულის ჩამდგმელები, შემქმნელები, ავტორები. ბევრი ტურისტი იყო ახლა გარეთ. ჩვენ დიდი სუფრა გვაქვს გაშლილი და გარეთ ელოდებოდა რომ დაესრულებინათ ლანჩი და შემოსულიყვნენ და აბა მომიყევით ყველაფერი. აბა დაიწყო. ნატა არის რძალი, მინდი არის სვანი. ეს არის ჩემი მამაპაპურის სახლი. 2018-ში დავიწყე აღდგენა სახურავის გადახურვა კედლების განადგურება, მე ნელ-ნელა ვამატებდი. 4 წლის შემომიერთა ნატა ამ საქმიანობაში და ჩემ ცხოვრებაში და დავიც მივყვებით. ევროპის ნომერ 2 ყველაზე მაღალ დასახლებულ წერტილში ესეთი ლამაზი და გაპრანჭული კერძები. ძალიან ლამაზი, ანუ მანამდე გქონდა შეხება კულინარიასთან თუ უბრალოდ გემრიელობაზე? ყოველთვის, დედა ჩემი არაჩვეულებრივი კულინარი იყო და მისგან ვიცი ბევრი რამე და მომზადება ყოველთვის მიყვარდა, უბრალოდ დრო არ მქონდა ხოლმე რომ ბევრი მეკეთებინა ჩემი სამსახურებიდან გამომდინარე და ასევე განათლება მიმეღო ამ მიმართულებით და როცა ცოტა შედარებით თავისუფალი დრო დადგა ჩემ ცხოვრებაში და აქ როცა დავიწყეთ საქმიანობა, მაგის მერე პირველ წელს კულინარიის აკადემიაში გავიარე ერთი კურსი, აღარ კონდიტერიის მიმართულებით. ვიზუალი, გემოები, რაღაც კერძების გადასხვა ფერება, შელამაზება და ასე შემდეგ, ყველაფერი, ყველა კერძი, თითოეული კერძი
ესე ორივეს ერთობლივი ნაფიქრი, ესე მივდივართ ხოლმე ერთად, ანუ მარტო მე არ ვარ. ღვინო რო კარგი გაქვთ კიდე კარგი. ხო, ღვინის ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი. ღვინო გადავწყვიტეთ ერთ დღეს წავსულიყავით ღვინის ტურში, და მოვიარეთ პატარა მცირე მარნები. ბუნებრივი ღვინის და შევარჩიეთ რამდენიმე სახეობა და ესეც ნატურალური რასაც ვამთ, ხო? ნატურალური. რა ქვია? ეს არის ნანუა, თერჯოლი და ნანუა თერჯოლი. ციცკა, ხო? ციცკა კი. მე არ ვიცოდი თუ უშკული ერთიანი სოფელი კი არ იყო, შიგნით კიდევ დაიყო პატარ-პატარა სოფლებად, ხო? კი, უშკული არის თემი, გაერთიანება სოფლების, უბნების, ასე ვთქვათ. უშკულში არის 4 ისტორიული სოფელი, მურყმელი, ახლა სადაც ჩვენ ვართ. ჩაჟაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ჟიბიანი და ჩუბიანი. არის კიდევ ერთი სოფელი დაემატა ბოლო წლებში, ლამჯურიში, სადაც ახალი დასახლება გაჩნდა. მუზეუმია კიდევ ძალიან საინტერესო. ეგ რომელ სოფელშია? ეგ არის ჩაჟაში. ჩაჟაში. კი. მუზეუმი გვაქვს ასევე ეთნოგრაფიული მუზეუმიც ჩაგზელიანების საგვარეულო სვანურ სახლში, იქაც საინტერესო ვითები ინახება. აქ რო ამოხვალთ, აქ რო შეჭამთ, მერე დაათვალიერეთ ეგ ყველაფერი. ჰაიკინგიც შეიძლება, ხო, ენგურის სათავისკენ, აქედან. ზამთარშიც და ზაფხულშიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ამოდიან. ახლა მაგალითად სკიტურის მოყვარულები ამოდიან ძალიან ბევრი. სეზონია. ადიან თაზე, თხილამურებ და მერე ეშვებიან გაუყალავ თოვლზე. ზაფხულში ცხენის ტურებიც არის, ჰაიკინგიც არის ჩვეულებრივი. რესტორნის ზევით 2 ნომერია თუ 3, ზევით ჭერში არის შუშა და ესე იძინებ ვარსკვლავებს ხო, უყურებ. დარჩენას სხვა ხიბლი აქვს. ხო, კოშკებს უვლის მინდია თავის ხელით. სხვა სამყაროში მოხვდებით აქ რო ამოხვალთ. ერთად მოვიღე გადავირი. მინდიამ და ნატამ როგორც გითხრეს, ნამდვილი თაშმიჯაბი მზადდებოდა ხორბლის ფქვილით და ნარჩვით. აი ეს ცხიმი და სიყვითლე ნარჩვის გამოშვებულია. მე ბებო მიკეთებდა ფქვილით და ყველით ხავით. ჩემი ბებო იყო არაბული. რასაც ჩვენ თაშმიჯაბს ვეძახით, კარტოფილიანს, ის არის მერწ. ესე ქვია. პური არის ნატას გამომსხვავი. დავარგებული, აი ეს დავარგებული ყველის გამო ხო აქ ნარჩვს, ეგეც იგრძნობა. და ძალიან წელვადია. ისე ცოტა მარილიანი. ოდნავ წავედი დამბალ ხაჭოსკენ. აი, რასაც თაშმიჯაბს ვეძახით, კარტოფილით ნახე. ეს არის მერწ, ქათმით და ბაჟეთი. გადააწოდა. გავსიჩოთ. კაია? ბაჟე როგორ უხდება? ძალიან კარგი. ნახე როგორი ხორცია, ცოტა slow cooked. უყურე, იშლებასავით. საქონლის ხორცით, აჯაბსანდალი, რაგუ, ბოსტნეულით. ბოსტნეული არ არის ძალიან ჩათუშური და ის სტაფილოც ხრაშუნებს ეს ახალი ცოტა ცინცხალი და ცოცხალი გემოები გრძნობა. უხდება თურმე აჯაბსანდას ხორცს.
მარილიც არ აქვს ზედმეტი, აი ცოტა მოტყბო გემოები აქვს ბოსტნეულს. ყველი და ისპანახი. კაი, ძალიან ცხელია. ძალიან გვაგვიანდება. 6 საათია და ისეთი კაი აქ და ისე შემორჩით, აღარ გვინდა მესტიაში დაბრუნება. ხო და ჩქარ-ჩქარა გავსინჯავ, ხელით ვერ ავიღებ, ალბათ ხელით უფრო გემრიელი იქნება. ისპანახით და ყველით. როგორი? ჩემ მეგობრების ჩემნაირი მჭამელები არიან, ეს მინდა რომ დააფიქსიროთ და დაწერეთ კომენტარში გულები. ფანტასტიკა. ევროპაში ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში რო ესეჭამ. ტაში ცოტა და მორჩით ამით. ყველაზე მაღლა აქ არის. ჭამა ყველა ხო ლაშა ყოჩა. ყველაზე მაღალი ადგილი ევროპაში სადაც გემრიელად ჭამო თან ისე გემრიელად რომ შეიძლება ერთ-ერთი ცხოვრებაში საუკეთესო. ხო, დაბალ ადგილებშიც რთულია ესე გემრიელად ჭამა მართლა. დღევანდელ კარგად დასრულებულ დღეს გავიმარჯოს და ჩვენი მოდგმების დროს. მესტიის ცენტრში, ზედ პარკთან, ლაილასა და ყავის კაფეს შორის აღმოაჩინა ჩემმა ლაშამ ძალიან საინტერესო ადგილი, რომელსაც ქვია სვანური ფარდული. მოდი შიგნით შევიდეთ და კონცეფცია შიგნით ვანახოთ. საინტერესო კერძებიც არის. იხვის მწვაც გავსინჯავთ, ბატკნის მწვაც გავსინჯავთ და დანარჩენი კიდევ სვანურ ამბებს და ნარჩს. რაც თავარი აქვთ, კრაფტ ლუდი დამზადებული აქვე. უბრალოდ კახეთში იხარშება, მაგრამ ხელნაკეთი კრაფტია. ესენი ხარშავენ ხო? თვითონ ხარშავენ, კი ბატონო და თაფლის გემო აქვს. მაინტერესებს თაფლის ლუდსა და თაფლუჭის შორის რა განსხვავებაა, დამიწერეთ. რაც დავსერჩე, თაფლის ლუდი და თაფლუჭი ძალიან ახლოს არის გემოებთან, უბრალოდ თაფლის ლუდს არომატისთვის აქვს თაფლი დამატებული და თაფლუჭი თაფლის დუღილით არის მიღებული. თუ არ ვწდები. დიდი სუფრა გვაქვს შეკრებილი და გაშლილი. ნაწილს უკვე ძალიან კარგად იცნობთ. აგერ მარიამ გალავაჩოვა, ჟელიბონების მოყვარული ადამიანი. წინა ეპიზოდში ვახსენე. სანდრო, რომელიც გვეძახის დაფნას და დაფნაზე მომახვედრეთო, დღეს შეიძინა ახალი ქუდი, გენიალური ფერის. აგერ მეორე ნინო, ასათიანი, ქალბატონი, იგივე ლუსილუ. ნოდარს გადასარევად იცნობს ჩვენი ეპიზოდებიდან ლიზა. ლიზასაც იცნობენ. ცალკე კოალიცია შექმნილი გამოგვეყვნენ ქეთევანი და ანასტასია ტასო. კოკა-კოლას ჭამენ. ბოსტნეულის რაგუთი დავიწყებ, იმიტომ რომ არ ჭამენ ბოლომდე, არადა ძალიან მშვიდები არიან. სვანური კარტოფილი და სასწაული მჟავეაო და აყოტრა. ოპ. ხრაშუნა არ არის, ცოტა ჩათუშულია რაღაცნაირად. მაგრამ გემრიელია. ცხარეა. ხო, აი ეს რაგუ ძალიან ესეთია. პირში დნება. კარტოფილსაც უხდება. გემრიელია. ყველაფერი. ჩვენ ბავშვობაში იყო, არ ვიცი, თქვენს გემახსოვრებათ ალბათ, ბოსტნეულის კონსერვები იყო, სტაფილო, კიდე ირა. ეგრე ერქვა, ლეჩო? Somebody feed Phil იყო აქ. და Netflix-ზე ეს ადგილი. სვანეთში არაო, ხო, თბილისში. და Netflix-ზეა მოხვედრილი. ბატონი დავითი. ბატონი დავითი. ნარჩვი მინდა გავსინჯო ეხლა.
დიდებული ყველია და განსაკუთრებული ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გემრიელი, იტალიური, ფრანგული, შვეიცარიული ყველი არსებობს, უნიკალური და განსხვავებულია ნარჩვი თავის ფაქტურით და თავის გემოთი. სვანური ადგილწარმოშობის ზემო სვანეთის აუცილებლად მაღალ მთაში მოწყვეტილი საქონლის რძით კეთდება და ვარგდება. ადრე იყო ტრადიცია, რომ მარიამობის მეორე დღეს იწყებდნენ ნარჩვის დავარგებას. ესეთი ჩვილი ყველი თავსდება 4 კუთხედ ხის ფორმაში, სადაც სიმძიმე ედება და ეს იწრიტება. დაახლოებით 2-3 თვე ჭირდება დავარგებას. თვითონ სიტყვა ნარჩვის სვანურად ნიშნავს შეგროვებას და ბოლოში გამოდის ეს რაღაცა დაშლილი ცოტა კარაქისებრი ფაქტურა, რომელიც ხის გემოსაც იღებს, დაჭრაც ამ ყუთიდან თვითონ განსაკუთრებულად ხდებოდა, რომ ფორმა არ დაეკარგა და არის ესეთი გემრიელი. ნარჩვის დავარგების და დამზადების ტრადიცია თითქმის გამქრალი იყო ანა მიქაძეს, ყველის ექსპერტს, ყველის დედოფალსაც ეძახიან. ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ნარჩვის პოპულარიზაციაში იპოვა ადამიანი, ირანსიანი, რომელიც ჯერ კიდევ ამზადებდა ნარჩვს. ქალბატონი ირას გატარება გვინდოდა, მაგრამ არ მოხერხდა შემდეგისთვის იყოს და ხელი შეუწყო, რომ უფრო მეტ ადამიანს დაემზადებინა სვანეთში ნარჩვი, არა მარტო სვანეთში მზადდება, მიუხედავად იმისა, რომ ადგილწარმოშობის არის, ეგ ამბავი როგორ ლაგდება არ ვიცი. და შენარჩუნდა მოკლედ ამ ნარჩვის დავარგების ტრადიცია. იმიტომ რომ შრომატევადი იყო და თითქმის აღარავინ ამზადებდა ესე ნარჩვს. ბევრი ლაპარაკე, სელფის რუბრიკაში, ეხლა გავსაჯ. კარაქის გემო დაკრავს ოდნავ, აი იგლისება პირში. არ არის იმყარი. აი ცხინიანია. ძალიან საინტერესო გემო აქვს. კერძებშიც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ დნება და ძალიან გემრიელია. არ არის ძალიან მარილიანი. იხვეს მწვადი. ფრინველის ხორცს არ გავს, არც, იხვი მუქია პრინციპში, მაგრამ არ გავს ესე ფრინველის მწვადი. ვერწამს ღორივით არ არის? კაი, არ არის იხვი, ჩემი საყვარელი ფრინველის ხორცი. ყველას მოეწონა. არ ვიცი, რა სპეციფიური გემო აქვს ცოტა ჩემთვის. რაზომის გადმოვიღე სვანური კუპატი. თამთასთან და გიორგისთან ქელეხის სუფრა რო დაიდო ეპიზოდი მაგის გადაღების მერე. ისეთ ცუდად ვიყავი, რომ მივხვდი, რომ ესე არ შეიძლება. და აი ხა ამ ხელა პორციებს ვსინდა. ნახოთ სვანური კუპატი. ხორცი უფრო იგრძნობა, ვიდრე სხვა კუპატებში. იმერულში და მეგრულში. სვანურ კუპატს გიცრული ხომ არ აქვს ირაკლი? ხო, გიცრული იგრძნობა და მე მომწონს. აია, სპეციფიური გემო აქვს გიცრულის. შეიძლება ვისაც არ უყვარს, იმათ არ მოეწონოთ. პამიდორის უხდება. ეს არის ქათმის ღვიძლი და რაღაც განსაკუთრებულად არის შეზავებულიო გამოგვიგზავნეს. არ გავს ღვიძლს, იმიტომ რომ ეს ცოტა გადამწვარი ტიპია, აი დაფშვნილი დამწვარი ღვიძლი რო წარმოიდგინოთ, ეგეთი გემო აქვს. სუნელებით კარგად შეზავებული. სვანური კუპატი ყველაზე ძალიან მომეწონა და ბოსტნეულის რაგუ იყო უგემრიელესი. წავედით ბატკნის მწვაძე. რა იხვი? ბატკანია ჩემი. მოვედით დავით პაკელიანთან, თანდამფუძნებელი, თანმზარეული, ხო? კი, ასე კონცეფციის ავტორიც. დიახ, ასეა. აი, საიდან დაიწყო სვანური ფარდულის დაახლოებით ისტორია? 18 წლის წინ იწყება ეს ისტორია. ჩვენ გქონდა
ფესტივალებში მონაწილეობა ძალიან ხშირი. ეს იყო ყველის ფესტივალი, ჩაის ფესტივალი, თაფლის ფესტივალი, ეთნო ფესტივალები და კიდევ ბევრი ფესტივალი, რაც ნუ ხსმენიათ რა. ჩვენ გაქვონდა იქ ჩვენი ნაწარმი. რამე ბრენდის ქვეშ იყო ეგ. სვანური ფარდული ერქვა ამას ყოველთვის. სვანური ფარდული. იმიტომ რომ მინდოდა რომ სვანეთისთვის რაღაც გამეკეთებინა რა. ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის მინდოდა რაღაც გამეკეთებინა ისეთი, რომელიც იქნებოდა სტაბილური. ბევრი პროფესია გამოიცვალა. ბოლოს გადავედი მეურნეობაზე და დავიწყეთ ადგილობრივი მეურნეობის განვითარება. მიწის ნაკვეთები მაქვს ღვთისწყალობით და ბაბუაჩემის წყალობით სვანეთში დანატოვარი. კახეთში მაქვს სამეგობრო ძალიან კარგი მეურნეობები. ისევე როგორც სამეგრელოში ეს ყველაფერი გავაერთიანე. პირველი ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ, ეს იყო ყველის ფესტივალი, ქალბატონი ანა მიქაცის ჩატარებული. მაშინ ჩვენ მონაწილეობთ სვანური ყველით, მათ შორის ნარჩვით, რომელიც ჩვენთან მზადდებოდა. ნარჩვი არის ყველის სახეობა სვანური მთის, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილური სულით იპყრობს მთელი მსოფლიოს გულებს. ესეთი ქვეყნები, რომლებიც ძალიან შორს არის ჩამოდიან და ერთ-ერთი პირველი საკვები რითიც ინტერესდებიან არის ყველი. როგორც კი დააგემოვნებენ ამ ყველს, ნუ იმ წუთშივე ყველას ეხსნება რაღაც თავის ფანტაზია და ძალიან მაგარი ყველია რა. პირველი ფესტივალი იყო ის, სადაც მივიღეთ მონაწილეობა და ამის შემდეგ რაღაც მუღამზე მოვედით რა. ყველა ამბობს, რომ საქართველო არის მარტო ღვინის ქვეყანა არა. ეხლა ნახე სანამდე მივედით, ხედავ ღვინის ქვეყანა მარტო არა ვართ, ყველის ქვეყანა ვართ. ღვინო და ყველი ერთად და ხორბალი. ხო, ერთმანეთის გარეშე რა ვიცი, ვის არ მოუგებია. იალურია, ძალიან მაგარია. ხორბალი, 4 სახეობის ხორბალი მოდის მარტო ჩვენთან სვანეთში. სვანურ კუპაჩი წაღანაც გავსინჯათ, გიცრული იყო, ხო? კი, გიცრული თუ არ ვაკეთებთ ძალიან გემრიელი იყო და ძალიან ხვდებოდა. პირველად გავსინჯე გიცრული და კუპაჩი. გიცრული არის ძალიან მაგარი კომბინაცია რა. ხორცს უხსნის აბსოლუტურად ყველანაირ შესაძლებლობას გემოვნური თვისებების კუთხით რა. რაღაცნაირად არბილებს კიდევაც, აი ხო არის ვარიანტები, როდესაც ღვინოს დავასხამთ, რაღაცა ლუჩი ჩავალბობთ, თუ გიცრული მონაწილეობს ამ დასში. იმას არ ჭირდება არც დარბილება და არც გადარბილება და არაფერი. გიცრული შვება იქ ყველაფერს, წვავს, ხარშავს, არბილებს, აგემრიელებს და აი პირში გიდნობს. კუბდარი მაშინ არის გემრიელი, როდესაც გიცრული არის შიგნით. დაკრეფვა და მოპოვება მარტივი არ არის. ეს არის ჩვენი კავკასიელი ხალხების, ანუ მარტო ჩვენ არა, იქითა კავკასიაში აქვს ესეთი განსხვავებული ესე ვთქვათ ფოკუსები, რომელთაც ისინი იქით ამაყობენ, ჩვენ აქით ვამაყობთ, მაგრამ იმათ იქ არა აქვს გიცრული მოდის მარტო აქითა ამიერ კავკასიაში, იმიტომ რომ მზე აქიდან არტყამს, აქიდან აცხუნებს, ეს დაღმართი ჭირდება და დასაკრეფად ძალიან მძიმე თემა. მე მაქვს ახლა ბევრი გიცრული და შემიძლია განახოთ. დავით. კი, მინდა თუ იქ სადაც დავდა გიცრული და აი მომიტანე რომ უბრალოდ ვანახოთ გიცრული. რა პერიოდში იკრეფება გიცრული? სხვადასხვა სოფელი სხვადასხვა დროს კრეფს. ზაფხულის მიწურულს ხდება ზირთადად ეს ამბავი. როგორც რეჰანი არის განსხვავებული, თქვენ არ ხსოვთ რეჰანი. ჩემი უსაყვარლესი მწვანილია, ესე ვთქვათ. ჩვენიც, მაგიტომ დავარქვით. ეს არის გიცრული, რომელიც მონაწილეობს ყველაფერში. ეხლა რომ უსუნო ამას, ბევრი არაფერი სული არ აქვს, მაგრამ როგორც კი მოხალავ, არა, კუბდარი წარმოვიდა ეგრევე. ჩანაყავ, როგორც კი დაფქვავ ან ჩანაყავ, ნუ აფეთქებს ყველაფერს და ყველას სამზარეულოს ნუ მინიმუმ მეფეა რა. ჯვირის ღირსი, თუმცა მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ მისმა ფასმა ყველა რეკორდი მოხსნა რა. რა ღირდა? 750 ლარი ღირდა კილო. ეს იყო დაახლოებით 12-13 წლის წინ. ლამის შაფრანს ზაფარონ, კი, შაფრანს ლამის გაუტოლდა. მოიცა, აღარ მოგაცდეთ, დარდობ მე. თქვენს მადლობა ძალიან დიდი, წარმატებები თქვენს არხს, თქვენს რეჰანს. თქვენს კიდევ გესტუმრებით, რა თქმა უნდა. ჩვენს ბოსტანშიც მოგზავნით. აუცილებლად. ეგეც ძალიან მაგარია. ფარდულში მენიუ არის ენციკლოპედია, რითიც სტუმრები უკმაყოფილოები არიან, იმიტომ რომ არჩევანს ვერ ეკეთებენ. თეზოს თასზე ვართ ისევ წელსაც მოყვარული სპორტსმენები ხურდებიან. ნომერი უკვე ავიღე აგერ. 46 ვარ. თეზოს თასს წელსაც დავესწარით. შეჯიბრშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ შარშანდელი ჩაინიკის ტიტული სამწუხაროდ ვერ დავიცავი. თუმცა შარშანდელზე არანაკლებ კარგი დრო გავატარეთ. აღნიშნოთ დღევანდელი შეჯიბრის კარგად ჩატარება.
აბა მთას გაუმარჯოს. ნინო გაუთამამთ. სათვალე გაიკეთე რასაკ. თვალებში თოვლი შეგისვლის. ნინო წაიქცა, თვალთან პატარა სიწითლე დაეტყო და მომდევნო 5 დღის განმავლობაში ტომ სოიერივით იამაყა ტრავით. ყველას აჩვენებდა. თეზო ჯაფარიძის შესახებ სვანეთის შარშანდელ ეპიზოდებში გვაქვს მოყოლილი. თუ გაინტერესებთ, ვინ იყო ადამიანი, რომელსაც სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაში დიდი წვლილი მიუძღვის, ნახეთ ეს ძველი ეპიზოდები. თეზო ჯაფარიძეს გაუმარ! 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 მოვედით კაფე ლაილაში, რომელიც მესტიის ცენტრშია და რომელიც მესტიის და სვანური გასტრონომის სიმბოლოდ იქცა, იმიტომ რომ 15 წელი უსრულდება. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო არსებობა, როცა თითქმის არაფერი არ იყო, მხოლოდ ერთი სახინკლე იყო იმ დროს მესტიაში. მიუღია მილიონზე მეტი, შეიძლება 2 მილიონამდე ტურისტიც კი, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან შიგნით გამოფენილი ფულის კუპიურებიც მოწმობს ამას. რა თქმა უნდა, სვანური გემრიელი საჭმელია და არა მარტო. აუცილებლად უნდა დაჯავშნოთ მაგიდა და საინტერესო ინტერიერია. მოკლედ, ლაილა არის ის ადგილი, სადაც სულ რომ ამბობ, თავარი არის არა მარტო გემო, არამედ კონტექსტი, გარემო და ასე შემდეგ. იქ მაისურების გამოფენაც არის, რაც კი თანამშრომლებს ცმიათ წლიდან წლამდე და მოკლედ ღირს თუ აქ ხართ ლაილაში სტუმრობა. ფეტვიანიც მოვიდა. აი, მოდი დავიწყებ სვანური მაწვნით. დილა და ცოტა სუბუქა ჭამა გადაწყდა. განსხვავებული ყოფილა სვანური მაწვანი. არა სვანურისგან. განსხვავება არ ვიცი რა არის. შეიძლება ცოტა უფრო ცხიმიანია, ოდნა. მაგრამ გემრიელი არის. ეს ახლა ძალიან მოუხდება ფეტვიან ხაჭაპურს. მაწვანი ჩემი უსაყვარლესი პროდუქტია. აბა, დილაშა ახლოდან აჩვენი. თბილისში არ ვიცი ფეტვიან ხაჭაპურს სადმე თუ იჭმევა გემრიელი იქნება. ცხელა. ლაილას ფეტვიან ხაჭაპურს კიდე ცოტა მეტი ფეტვი აქვს მე მგონი. კარგია. მაწვანთან ერთად დიდებულია. კარგი მიქსი გამომივიდა. აქტიურად იგრძნობა ეს ფეტვი. ყველიც შვენიერია. ცომი. ცოტა კნაწუნა, ზევიდან, ცოტა აქვს ცხიმი წასმული. კამეშენს. თაშმიჯაბი უშკულში მითხრას, რომ ნამდვილი თაშმიჯაბი კეთდება ნარჩვისგან და ფქვილისგან. და ეს არის მერწვ. კარტოფილით რაც არის დაყველით. მერწვ. აბაკავსინჯოთ. ესე ვიზა. ესე. თაშმიჯაბი გირჩევნია ლაშა თუ ელარჯი? მე ელარჯი. მაგრამ ეს ძალიან მიყვარს. ძალიან ერთგვაროვანი არ არის. ცოტა კარტოფილი იგრძნობა ადგილ-ადგილ. გაუთქვეფავი ეს ჩასაღეჭი. ყველის გემოს კარგი. დატვირთული ჭამასმის შემდეგ ბიფიდობაქტერიები. ეს ეპიზოდი რო გავა, სავარაუდოდ 20,000 გამომწერზე ვიქნებით ასული, მაგრამ
ლაშა ამ ეპიზოდში არ გამოჩნდება, თუმცა ჩვენი პირობა არ დაგვიწყებია და შემდეგ ეპიზოდში გამოჩნდება. ამ ეპიზოდს ლამპრობის კადრებით ვასრულებთ. ულამაზეს სვანურ ტრადიციაზე დეტალურად შარშანდელ ეპიზოდში ვილაპარაკე. ჩემთვის წელს ლამპრობა განსაკუთრებით სევდიანი იყო. ნიკო ფალიანის საფლავთან ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ შეკრებილი. ზოგადი ხმაურის ფონზე იქ უცნაური და მძიმე სიჩუმე იყო.